პარლამენტის მუდმივ მოქმედ დელეგაციებში ფრაქციათა კვოტების ხელახალი გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით უთანხმოებაა საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის. საკითხის განხილვა ბიუროს ხდომაზე კამათში გადაიზარდა. ცვლილებების მიხედვით მუდმივ მოქმედ დელეგაციებში მმართველ გუნდს 5 კვოტა რჩება, ხოლო დარჩენილ 2 კვოტას ნაციონალური მოძრაობა და ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები გადაინაწილებენ, რასაც საპარლამენტო უმცირესობაში უკმაყოფილება მოყვა. Როგორ შეიძლება 50 კაცს და 10 კაცს ყავდეს ერთი და იგივე რაოდენობა წარმომადგენლების. ხო, აბსურდია რა. ცალსახად შესაბამისად, მიზანი კიდევ ერთხელ ძალიან ცალსახაა, რაც შეიძლება ნაკლები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ პოზიციები რაც აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ეს პოზიციები შენარჩუნდეს. ბარი იყო ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი კონფიგურაციის თანახმად უმრავლესობა იყო უმცირესობაში რჩებოდა პრაქტიკულად და უმცირესობას ჰქონდა იმის საშუალება, რომ გამონთავისუფლებულიყო მათი კვოტა, ჩემის აზრით პირადად გეტყვით, რომ ადეკვატურად მიმაჩნია, რათა ნაციონალურმა მოძრაობამ დათმოს ამ შემთხვევაში კვოტა. თუმცა ეს საკითხიც ბუნებრივია გადასაწყვეტია არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ ბიუროზე გადასაწყვეტი თემა. წესით და ეს ყოველთვის ესე იყო, უმრავლესობას აქვს როგორც ძირითადში, ასევე სათადარიგოში 3 წევრი, ოპოზიციას აქვს 2 წევრი. ეხლა ბუნებრივია, როდესაც თავისუფალი დემოკრატები გადავიდნენ უკვე ოპოზიციაში, დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ მათაც უნდა ქონოდა თავისი კვოტა, იმიტომ რომ ისინი უმრავლესობის კვოტით ვერ ისარგებლებდნენ. ამიტომ კომიტეტმა იმჯერა ამ საკითხზე და მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, რომ ჯამში 4 ადგილიდან 1 დაეთმო თავისუფალ დემოკრატებს, ხოლო 3 დარჩა უმცირესობას, ნაციონალურ მოძრაობას.